გამარჯობათ. ვაგრძელებთ საუბრებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამჯერად ვისაუბროთ სკოლაში რთულ სიტუაციებთან გამკლავებაზე. თავიდან გამსაზრდოთ რას წარმოადგენს კონფლიქტი. როგორი შეიძლება იყოს იგი. კონფლიქტი არის წინააღმდეგობა ორ ან მეტ ადამიანს შორის, რომელიც წარმოიშობა მათი მიზნების, შეხედულებების, სურვილების, ინტერესების დაპირისპირების გამო. ცხოვრება კონფლიქტების გარეშე წარმოუდგენელია. შეუძლებელია, რომ ბავშვების ინტერესები და სურვილები ყოველთვის და ყველაფერში ერთმანეთს დაემთხვეს. ყველაფერში ემთხვეოდეს მათი მეგობრების, ახლობლების, მასწავლებლების თუ სხვა გარემომცველი ადამიანების ინტერესებსა და სურვილებს. კონფლიქტი შეიძლება იყოს კონსტრუქციული და დესტრუქციული. კონფლიქტი კონსტრუქციულია მაშინ, როდესაც არც ერთი მხარე არ აყენებს ერთმანეთს შეურაცხყოფას, უსმენს ერთმანეთს, აღიარებენ საკუთარ შეცდომებს. ამგვარი კონფლიქტის გადაჭრა ხელს უწყობს ადამიანთა შორის ურთიერთობების განვითარებას, პრობლემის მოსაგვარებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. დესტრუქციული კონფლიქტი ჩნდება ორ შემთხვევაში, როცა ერთი მხარე ჯიუტად და უხეშად დგას თავის პოზიციაზე და არ სურს მეორე მხარის ინტერესზე გათვალისწინება. ან როცა ერთ-ერთი მხარე ცდილობს დადრგუნოს და ამციროს მოწინააღმდეგე. კონფლიქტის ესკალაცია, ანუ ზრდა, ეს არის კონფლიქტის მიდრეკილება გაღვივებისაკენ, გაფართოებისაკენ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თუ კონფლიქტის მოსაგვარებლად არაფერი კეთდება, პიროვნებებს შორის კონფლიქტი შეიძლება ჯგუფურ კონფლიქტში გადაიზარდოს. ამგვარი ზრდა იმით აიხსნება, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარდაჭერას ეძებს გარემომცველებთან. თავის ხარზე იბირებს მომხრეებს, განსაკუთრებით ცდილობენ ლიდერის გადაბირებას. საწყის კონფლიქტს ემატება ახალ მონაწილეთა ინტერესები, იზრდება ემოციები და დაძაბულობა. ნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება კონფლიქტი. ხშირად კონფლიქტი წვრილმანის გამო წარმოიშობა. დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვა, უმნიშვნელო ინციდენტი და კონფლიქტის სახეზეა. კონფლიქტების წარმატება დასაძლევად აუცილებელია კარგად წარმოვიდგინოთ თუ რა მოქმედებები იწვევს კონფლიქტს. კონფლიქტისაკენ მივყევართ შემდეგ ქცევებს. მეორე ადამიანის უარყოფითი ზრახვების მხილება, ღია უნდობლობა. ან თანამოსაუბრისათვის სიტყვის შეწყვეტინება. ან ადამიანისადმი პირადი ანტიპათიის ღიად გამოხატვა. ან გამუდმებული ან ხშირი წვრილმანი ჩაძიებები. ან ადამიანის როლის მნიშვნელობის დამცირება, მისი უარყოფითი შეფასება, იარლიყების მიკრა. შეიძლება ეს იყოს მუქარა, ან თანამოსაუბრესა და საკუთარ თავს შორის განსხვავების ხაზგასმა თავის სასარგებლოდ. შეიძლება იყოს საკუთარი შეცდომების ან სხვისი სიმართლის აღიარებაზე ჯიუტად უარის თქმა. შეიძლება იყოს საკუთარი თვალსაზრისი გამუდმებით თავს მოხვევა. შეიძლება იყოს არაგულწრფელობა და თანამოსაუბრის ინტიმური პრობლემების გასჯა. კონფლიქტის დაძლევის ხელშემშლელი ილუზიები. შეიძლება იყოს შემდეგი. შეიძლება იყოს სამი ასეთი ილუზია. არის ეგრეთ წოდებული წაგება მოგების ილუზია, ცუდი ადამიანის ილუზია და ბარიერის ილუზია. წაგება მოგების ილუზია იმაში მდგომარეობს, რომ შედეგი, რომლის დროსაც ის მოგებულია, ხოლო სხვა წაგებულია, აღიქმება როგორც გარდაუვალი. თუმცა სინამდვილეში ხშირად არსებობს ორივე მხარისათვის მომგებიანი გადაწყვეტილების ალტერნატივები. რაც შეეხება ცუდი ადამიანის ილუზია, ამ დროს მეორე მხარეს პირად ნაკლებობათა პირდაპირ შედეგად ვთვლით, რომ ჩვენ ვიხსნით პრობლემის შექმნაში საკუთარი წვლილის პასუხისგებლობას. ჩვენ თავს ვიმშვიდეთ და ვთვლით, რომ ყველაფერში დამნაშავეა მეორე ადამიანი. ჩვენ კი მხოლოდ უცოდველი და
უბედური მსხვერპლი ვართ. რაც შეეხება ბარიერის ილუზია, ჩვენი უთანხმოებები მოუგვარებელია, ასე ვფიქრობ, ჩვენ. შეთანხმება შეუძლებელია. სინამდვილეში ყოველთვის არსებობს შემოვლითი გზა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მოწინააღმდეგეთა ინტერესების შეუთავსებელია. ახლა ნახოთ როგორ არის ძალადობა და კონფლიქტი ერთმანეთში, როგორ შეიძლება დავახასიათოთ. აქ აუცილებელია ხაზი გაუსვათ იმას, რომ ძალადობა და კონფლიქტი არაერთი და იგივე. ძალადობის შემთხვევაში დამნაშავეა მხოლოდ მოძალადე. ამასთანავე უმეტესწილად სხვებს არ შეუძლია ძალადობის თავიდან აცილება და პასუხისმგებლობა მხოლოდ მოძალადეს ეკისრება. ამასთან ერთად ძალადობა ყოველთვის ნეგატიურად აისახება ბავშვის განვითარებას. ეხლა იგივე ნახოთ კონფლიქტის შემთხვევაში როგორ არის. კონფლიქტის შემთხვევაში დამნაშავე ორივე მხარეა. შემდეგ კონფლიქტის არიდება შესაძლებელია, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება კონფლიქტის შემთხვევაში და ბოლოს კონსტრუქციული კონფლიქტი დადებითად აისახება ბავშვის განვითარებას. ეხლა ნახოთ სკოლის სიტუაციაში რა გვაქვს. სკოლაში კონფლიქტების მიზეზი შეიძლება გახდეს აქსელერაცია. ანუ ბავშვების ფიზიკური განვითარებისა და ზრდის დაჩქარება წინა თაობებთან შედარებით. რადგან ამ დროს არა იმდენად ჩქარდება ორგანიზმის ზოგადი მომწიფება, რამდენადაც ძლიერდება მისი დისჰარმონია სოციალურ მომწიფებასთან და ღრმავდება მოზარდობის კრიზისის მიმდინარეობა. ეს აძლევს ბავშვების სწორ აღზრდას. პედაგოგებისათვის სულ უფრო ძნელი ხდება მოსწავლეების შინაგანი მდგომარეობისა და მოთხოვნილებების გაგება, მათთან ურთიერთობა, მათი ხელმძღვანელობა. ამიტომ თავს იჩენს კონფლიქტი. მოსწავლეებისადმი ძალიან მკაცრი ან ძალიან ლოიალური დამოკიდებულება იწვევს პროტესტის რეაქციას. რადგან მოზარდობის ასაკში ბავშვები მასწავლებელში პირველ რიგში ადამიანურ თვისებებს აფასებენ. მასწავლებელს უნდა ესმოდეს თავისი მოსწავლეების პატივისცემით ეპყრობოდნენ მათ, უნდა შეეძლოს მათი აყოლიება და სხვა. ასევე იცვლება სწავლისადმი დამოკიდებულება. სწავლა აღიქმება როგორც დიდების ცხოვრებისათვის მომზადება. ამიტომ მასწავლებელმა როგორც ინფორმაციის მთავარმა წყარომ, მოსწავლეთა აზრით გასაგებად მისაწვდომად უნდა ახსნას მასალა. ასევე მოსალოდნელია წინააღმდეგობების გაჩენა. მშობლის მსგავსად მასწავლებელი მოზარდის ცნობიერებაში არის ძალაუფლების მქონე პირი, რომელსაც შეუძლია დასჯა და შექება. ის გარკვეულ სფეროში ცოდნის ავტორიტეტული წყაროა. მასწავლებელი ამავე დროს მეგობარი ამხანაგი უნდა იყოს. მოსწავლეების აზრით იდეალური მასწავლებელი არის ის, რომელსაც აქვს გაგების თანაგრძნობის უნარი, გულითადობა, მასწავლებელში უნდათ უფროსი მეგობრის დანახვა. ამასთანავე ის უნდა იყოს პროფესიულად კომპეტენტური, ჰქონდეს ცოდნის გადაცემის სათანადო უნარი. მისთვის მინიჭებული უფლებების სამართლიანად გამოყენების უნარი უნდა ჰქონდეს. ბუნებრივია, რომ ერთ პიროვნებაში ყველა ამ თვისების თავმოყრა არც ხშირად ხდება. ამიტომაც წამოიჭრება კონფლიქტები, როგორც ფსიქოლოგებმა დაადგინეს 13-18 წლის ასაკში ამგვარი კონფლიქტები გარდაუვალი და ნორმალურია. მთავარია ეს კონფლიქტები არ გადაიზარდოს ომებში, რევოლუციებში და მოხდეს მათი სწორი შეფასება. ნახოთ როგორია ყველაზე გავრცელებული კონფლიქტები. ერთი არის დამოურჩილებლობის კონფლიქტი. მოზარდი უარს ამბობს ამა თუ იმ მოთხოვნის შესრულებაზე. ხშირად ასე ის მოზარდებიც ისევეა, რომლებსაც წინა წლებში არ ჰქონდათ ასეთი რეაქცია. პროტესტი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად ან საქციელით. როგორც ჩანს, ეს დაკავშირებულია საკუთარი აზრის დაცვის სურვილთან. ზოგჯერ შეუფერებელი ფორმითაც ხდება ეს. შემდეგი ეს არის ერთიანობის კონფლიქტი. მოზარდი ისე იქცევა, როგორც ეს თანატოლთა წრეში არის მიღებული. თვითონ ის შეიძლება ასე არ მოქცეულიყო, რომ არა იმის შიში, რომ გამოჩნდეს თანატოლთა თვალში სუსტად, დედიკოს ბიჭად, ან სხვა. არის ლიდერობის კონფლიქტი.
მოზარდი მასწავლებლებს უყურებს როგორც კონკურენტს კლასში. ის ცდილობს არ დაკარგოს ავტორიტეტი. და არის ანტიპათიის კონფლიქტი. ეს ხდება მაშინ, როცა მასწავლებელს უპატივცემლოდ ექცევიან. იციან, რომ შესაძლებელია წონასწორობა დააკარგვინონ მას. სპეციალურად აწყობენ ისეთ სიტუაციებს, რომ მასწავლებელმა მოთმინება დაკარგოს. მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რომ 13-18 წლის ასაკში, ამჟამად უფრო ადრეც, მოზარდები შეიძლება ამგვარად მოიქცენ და უნდა შეძლონ სწორი გადაწყვეტილების მიღება. ამაში მათ უნდა დაეხმაროს სკოლის ფსიქოლოგი და ასევე მეთოდური ლიტერატურა. კონფლიქტური გადაჭრის მშვიდობიანი ფორმები. კონფლიქტურ სიტუაციაში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ შეიძლება რამდენიმე ეტაპად უნდა წარიმართოს. ჯერ საუბარი არის პრობლემის ამოცნობასა და გარკვევას. ანუ ჯერ უნდა დავადგინოთ რა მოხდა, ვისი ბრალია, ვინ არის ამაში დამნაშავე, რატომ მოხდა, რატომ გაჩნდა ჩემთან ეს პრობლემა, რა შეზღუდვები მაქვს, რაღაც არ უნდა გავაკეთო, რომ იგივე არ განმეორდეს. მაგალითად, ღამე არ მეძინა და ამიტომ გამოცდა ვერ ჩავაპარე. ესე იგი ღამე უნდა დავიძინო. რამდენი ხანია რაც არ შემიძლია ამ პრობლემის მოგვარება. რას გზნობ, რა მჭირდება, რა მინდა შევცვალო, სასურველი შედეგის მიღწევა როდისთვის მინდა. როცა სასურველ მიზანს მივაღწევ, რა შეიძლება ჩემს ცხოვრებაში. ეხლა პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება. ანუ რა მჭირდება მიზის მისაღწევად. რა მაკლია ამისათვის, რა რესურსები, რა ძალები გამაჩნია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. როგორ გამოვიყენებ ამ ძალებს შედეგის მისაღწევად. როგორ გამოვიყენებ ხელის შემშელ მიზეზებს ჩემს სასარგებლოდ. რით დავიწყებ პრობლემის მოგვარებას. შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი. ეს უსაფრთხოა. რა შეიძლება გძნობდნენ სხვა ადამიანები? ეს სამართლიანია? ის გაამართლებს? საბოლოო გადაწყვეტილება და შესაბამისი მოქმედება. და ბოლოს არის შედეგის შეფასება. მოგვიანებით აუცილებლად უნდა გავანალიზოთ რა გავაკეთე. რამ გამოიღო შედეგი, რამ არ გამოიღო შედეგი, რა უნდა გამეკეთებინა სხვანაირად, რა ვისწავლე აქედან. შემდგომში რამდენჯერმე გადავხედავთ მიღებულ გამოცდილებას, თუ ჩვენს მიერ არჩეული გზა შედეგიანი არ აღმოჩნდა, განსაზღვროთ, რომ მისი შეძლვა შესაძლებელია. კიდევ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.